სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. აი დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ეს სიტყვები შვენის, რომ ჩვენთან არის ღმერთი. სახარებაშიც ასე წერია, რომ როდესაც მხსნელი მოვიდოდა, ასე უწოდებდნენ. და შინაარსიც ესაა, რომ ჩვენთან ღმერთი მოვიდა, ადამიანად მოვიდა ღმერთი. ბეთლემის გამოქვაბულში იშვა სამყაროს შემოქმედი. როგორც ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. არა შეიწყნარეს რას ნიშნავს? არ მიიღეს. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს. მაგრამ ვინც მიიღო, მას მისცა ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად. ანუ ღმერთის შვილები რო იყვნენ, ამის ხელმწიფება მისცა. და დღევანდელ სამოციქულოში სწორედ ეს წაიკითხა, მე დავიქნევ, რომ მოციქული პავლეს სიტყვები, აი ნახეთ როგორ ამბობს, ამიერიდან აღარ ახართ მონა, არამედ შვილ ღმრთისა, არამედ მონა კი აღარ ახართ, არამედ უკვე ხართ შვილი. და რადგან შვილი ხართო, ამიტომ მემკვიდრეც ხართ. ანუ სასუფეველის მემკვიდრე ხართო ქრისტე იესოს მიერ. აი ნახეთ, რამხელა სიტყვებია. ხო, ერთი წინადადებაა, მაგრამ როგორი დიდებული. ამიერიდან აღარ ახართ მონა, იმიტომ რომ ქრისტემ გაგათავისუფლეთ ამ მონობისგან. სულიერ მონობაზეა, რა თქმა უნდა, საუბარი. იმიტომ რომ სხვაგვარად სასუფეველი ვერ გაიხსნებოდა და ქრისტეს ჯვარცმით გაიხსნა სასუფეველი. ადამიანს უკვე შეუძლია, რომ დაიმკვიდროს ზეცა, დაიმკვიდროს ღმერთთან ერთად, მარადიულად. ეს დიდებულება და ეს ხელმწიფება მისცა ქრისტეს შობამ ადამიანებს. და ეხლა აი დასაწყისში რომ ამბობდით, რომ ქრისტეს შობის დღეა, მოდი უფრო ადამიანურად ვთქვათ, არ უხდება ამას ადამიანური თქმა, მაგრამ უფრო გასაგები რო იყოს. მისი შობის დღეა, მისი დაბადების დღეა. და თქვენ ნახეთ, სახარებიდან ამოვიკითხეს, აღმოსავლეთიდან მოდიან მოგვები, როგორც გარდამოცემით ცნობილია ბალთაზარი, მელხიორი და გასპარი, მათი სახელები, თუმცა ეს სახარებაში არ ჩანს მათი სახელები. მოაქვთ ზღნად ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფისთვის, გუნდრუკი ანუ საკმეული როგორც ღვთისათვის და მური ანუ ძვირფასი ნერსაცხებელი, მური ეს იყო ძვირფასი ნერსაცხებელი, რითიც შეზილავდნენ დასამარხად, დასაკრძალად გამზადებულ ადამიანს, ამითი განამზადებდნენ და მური შეწირეს როგორც ადამიანს და ამითი გამოავლინეს რწმენა, რომ ის არის მეფეც, არის ღმერთი და არის ადამიანი, ანუ ადამიანად მოსული ღმერთი. და ჩვენ ახლა მოვედით მის შობის დღეზე, მის დაბადების დღეზე. ჩვენ რა შეიძლება რომ შევწიროთ მას. აი მაგალითად, ზოგმა იმდენად შეიყვარა ქრისტე, რომ მისთვის სიცოცხლეც კი გაიღო. არა ოქრო და არა გუნდრუკი და მური და რაღაცა. არამედ სიცოცხლეც კი გაიღო მისთვის. და საქართველოში რამდენი იყო ასეთი. ზოგმა შეწირა მას, რომ წავიდა და მეუდაბნოე ცხოვრებას მიხვა. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ეს განდეგილური ცხოვრება უფრო მეოთხე საუკუნიდან მოდის. მაშინ, როდესაც ქრისტესათვის ესე ცეცხლითა და מחვილით იმდენად აღარ დევნიდნენ. ანუ ნახეთ რა ხდება. როდესაც ადამიანს ქრისტე იმდენად უყვარს, რომ შეუძლია თავიც კი გაწიროს მისთვის, ქრისტიანობა იდევნება და კლავენ ამის გამო. მაგრამ შეწყდა ქრისტიანთა დევნა და ამ ადამიანში დარჩა სურვილი, რომ ქრისტესათვის თავი გაწიროს. აღარავინ აღარ კლავს ამის გამო. მაგრამ აი ეს სულისკვეთება, ეს მისწრაფება განხორციელდა უკვე სამონაზვნო ცხოვრებაში. ვიღაცა დატოვებს თავის საცხოვრებას, მიდის განმარტოებით ცხოვრობს. ესეთი უკვე მეოთხე საუკუნიდან, მანამდეც იყო რა თქმა უნდა, სამონაზვნო ცხოვრება, ქალწულებით ცხოვრება.
მაგრამ აი ეს როგორც ინსტიტუტი ფართოდ გაიშალა უკვე მე-4 საუკუნის შემდეგ. ზოგმა ესე განიწმინდა სული, ეს შესწირა უფალს. ზოგმა თავისი ოჯახური ცხოვრებით, პატიოსანი შრომით, კარგი მანდილოსნობით თუ კარგი ოჯახის თაობით, როგორც მამაკაცი, ზოგმა ესე შეწირა იმ შრომით, იმ ღვთისმოყვარებით, იმ შვილების სწორად აღზრდით, ამას პატარა შრომა არ უნდა, ასე შეწირა თავი. ზოგმა სამღვდელო ცხოვრებით შეწირა თავი. აი მაგალითად ამას წინათ უსმენდი რაღაცა ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და ერთ-ერთ სოფელზე იყო საუბარი დასავლეთ საქართველოში, თუ არა ვცდები, სოფლის სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, იქ იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი და მის საფლავით იცოდნენ სადაც არის და ესე იგი იმისათვის რომ წერი არ გაეპარსა, მოწამეობრივად აღესრულა. ანუ იმისათვის რომ აი წარმოიდგინეთ ამაშიც კი ქრისტეს ერთგულებას გულისხმობდა თვითონ, ესე იგი. აი მაგალითად ლუარსაბ მეფეს, რომელიც შაჰ-აბასმა მოაკვლევინა, ეს მე-17 საუკუნეშია, როდესაც შაჰმა შესთავაზა თევზი დიდ მარხვაში, ლუარსაბმა უთხრა, რომ დღესო შენ თევზს თავაზობ. ხვალო ხორცს შემომთავაზებო და ზეგ კიდევ ქრისტეზე უარის თქმას მომთხოვო. ანუ რაზე აქ ლაპარაკი? იმ მცირეშიც ერთგული უნდა იყო. არც ის მცირე არ უნდა დასთმო, ესე იგი ადამიანი. და იგივე სოფელში თუ არა ვცდები, მოხდა ასეთი რაღაცას. ეს ხომ აი წარმოიდგინეთ, გვერდიგვერდ როგორი ადამიანები შეიძლება ცხოვრობდნენ. ერთს რო ასე სწამდეს, რომ თავის სიცოცხლე გაწიროს და მეორე კიდე მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ ეს როგორც ჩანს, იმ კომუნისტური რეჟიმის მასში იყო. მათ იდეალებს იზიარებდნენ და აიღო ჯარი თურმე. ის ჯარი დღესაც შენახული იყო ჩვენეს კადრები რაღაც. აიღო ჯარი და აბა ვნახოთო ერთი რა ძალა გაქვსო და წაუღია და რაღაცა ღუმელზე დაუდია, რომ გაეცხელებინა. ისე ის დამმართნია ამ კაცს, რომ გაგიჟებულა, ვეღარ იჭერდნენ, ვერ აბავდნენ, აი სახარებაში რო წერია, ჯაჭვებითაც კი ვერ აბავდნენ. წარმოიდგინეთ, ესეთი რაღაცა დაემართა. გვერდიგვერდ შეიძლება ადამიანს ესეთი რწმენაც ჰქონდეს, ანუ ურწმუნო იყოს და ისეთიც რომ თავისი თავი გაწიროს ქრისტეს გულისთვის. ამიტომ აი ხა ჩვენს თავზე უნდა დავფიქროთ, ესე იგი, ჩვენი რწმენა რამდენია? ჩვენ რა შეგვიძლია რომ შევწიროთ უფალს, ესე იგი. რომ ჩვენთვის ქრისტეს შობამ ტყუილად არ ჩაიაროს. ჩვენს გულს რამდენად შეიძლება რომ ის შეეხოს. მოციქული ამბობს, ღმერთი არასადა ვის უხილავს, არსად არავის არ უხილავს, იგულისხმება ხორციელი თვალით. მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარებაო, მისი სიყვარული ჩვენ შორის იქნებაო და ქრისტე ჩვენ შორის იქნება, ღმერთი ჩვენ შორის იქნება. ესე რომ აი ჩვენ თუ გვინდა ყველაზე მეტი რომ ღმერთს რაღაც შეწირო, არის ის რომ ამასაც თავად ამბობს უფალი რომ არის ის რომ მეორე ადამიანი გიყვარდეს. მეორე ადამიანი გიყვარდეს, გაითავისო მისი ჭირი და რხინი, შეხედო მობიერებით, დათმობით შეხედო, მაგრამ მე სამწუხაროდ აი ხშირად აღმომიჩენია ასეთი რამ, რომ თუ რაღაცა უსიამოვნება ხდება, ესე იგი ყველა არის მართალი. ყველა მართალია. იმ სიყვარულამდე რომ მიხვიდო, ჯერ თავი უნდა დაიმდაბლო, შენ უნდა იყო დამნაშავე. რა ვიცი, არა და შეიძლება ერთის დამნაშავეა და მეორეს დამნაშავე, მაგრამ ორივე მართალია, რომ კითხო. ორივე მართალია. თან ისე კი არა, სამდე მართალი, როგორც იტყვიან ხოლმე, არა? და რა ვიცი, აბა რანაირად შეიძლება ასეთ ორ ადამიანს შორის რო ქრისტე იყოს. მართალი ის არის, ვინც თავს დაიმდაბლებს და იტყვის, რომ ჩემი ბრალია. რატომ? იმიტომ რომ მართლაც რომ გულწრფელად განიხილოს, მან აღმოაჩენს, რომ მართლა მისი ბრალი. ოღონდ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მეორეს ბრალი არ არის. მანაც რომ განიხილოს, ისიც აღმოაჩენს, რომ მისი ბრალიც არის. ამ დროს რა ხდება? მათ შუიდან ეშმაკი გარბის, იმიტომ რომ სადაც თავს იმდაბლებენ, სადაც შენდობას ითხოვენ, იქ ეშმაკს არაფერი ესაქმება.
მაგრამ სადაც ამბობს ერთიც რომ მე მართალი ვარ და მეორეც ამბობს მე მართალი ვარ, მათ შორის სწორედ რომ ეშმაკიდდეს. იმიტომ რომ ერთსაც აგულიანებს და ის არგუმენტები მოყავს რომ შენ ამიტომ და ამიტომ ხარ მართალი, მეორესაც აგულიანებს. თუ ადამიანი თავს დაიმდაბლებს სიტყვის მე დავაშავე, ჩემი ბრალია მაპატიეთ, მეორე სიტყვის მათ შორის არის ქრისტე. მათ შორის უფალი. აი ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენთან არის ღმერთი და დასტურებთ რომ არც და იყოს, ანუ გამოვთქვამთ სურვილს რომ ახლაც არის და მარადიულადაც იყოს, ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ შორის ქრისტე იყოს, ჩვენ ერთმანეთს ქრისტეს ცნებებით უნდა მოვებყროთ. აი როგორ არის შობის საგალობელში ანგელოზები რომ გამოეცხადნენ წყენსებს და რომ ახარეს რომ ხსნელი დაიბადა იდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მოდი ახლა ეს ზემოდან ქვემოთა ვთქვით, ხო, ღმერთის დიდება ვთქვით, ქვეყანაზე მშვიდობა და ადამიანებს შორის სათნოება. ახლა მოდი ქვემოდან ავიღოთ. რა არის ადამიანებს შორის სათნოება? ადამიანები ერთმანეთს სახარებისეული მცნებებით რომ მიუდგნენ. ქვეყანაზე მშვიდობა იქნება და ღმერთიც იდიდება. მაგრამ თუ ეს არ არის, არც მშვიდობა არ იქნება და არც ღმერთი არ იდიდება. არ იდიდება მათი ურთიერთობებით იმ კონკრეტული ადამიანების, თორემ ჩვენი უზნეობა და ჩვენი უწმინდულობა ღმერთის დიდებას ვერაფერს ვერ დააკლებს. ამიტომ აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, ესე იგი, რომ ვიცხოვროთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქრისტე ჩვენთვის მოვიდა და ჩვენ ქრისტეს წინაშე წარდგებით ერთ ჩვენიერ დღეს. ყოველნი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ყოველნი განცხადება და არ წინაშე საღდართა ღვთისად. ჩვენ ყველანი იქ წარდგებით. ამიტომ იქ რომ წარდგებით, იქ არაფერი არ დაიმალება. არაფერი არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს. ამიტომ თუ რამე ისეთია, რომ ჩვენ იქ რომ განცხადდეს იმისი შეგვეშინდება, აქვე ჯობია აღიარო და შეინანო. აქვე შეინანო, აქვე აღსარება თქვა, აქვე ეცადო რომ გამოასწორო. თორემ ის არ დაიმალება. კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალო. ის მაინც გამოჩნდება. ჯერ აქვეც გამოჩნდება და შეარწმენს კაცს და მერე იქ გამოჩნდება. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, რომ ადამიანი კარგახანი არ მოდის აღსარებაზე, არ მოდის, აი რაღაცას აშავებს, რაღაცას ცოდავს. მერე მოდის და აღმოაჩენ რომ ფიქრობ, ეთქობა, ახლა სინანულში ჩავარდ. სინამდვილეში რა ხდება ხოლმე? იმ ცოდვამ, რაც დაფარული იყო და არ ჩანდა, სადღაც თავი წამოყო, გამომჟღავნდა. მერე რომ გამომჟღავნდა, ადამიანებს შორის მან სისხლი ჭამა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, რაღაც ადამიანურად პრობლემები შეექმნა და იმან მოიყვანა. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? ჩვენ არ გვინდა შევინანოთ ცოდვა და მერე ისე ხდება, რომ არა მარტო ერთი ადამიანის წინაშე გიწევს ამის, არამედ ყველას წინაშე ხდება ცხადი და მერე უფრო სისხლით და ტკივილით მოდის. ამიტომ სინანულის გარეშე არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს. აღსარების და ზიარების გარეშე არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს. რომ ჩვენ შევეცადოთ და რომ შეგვეძლოს, რომ ღვთის მადიდებლები ვიყოთ, ასე ვიცხოვროთ, ესე იგი. ქრისტიანობა არ არის რაღაცა თეორია და მხოლოდ მოძღვრება. ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი, გარკვეული ცხოვრების წესი. აი როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანი. სახარებაში წერია ღვთის მცნებები, ქრისტეს ცნებები. როგორ მაცხოვრებელს ადამიანს ეწოდება ქრისტიანი. თუ ადამიანი ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ის პირველ რიგში საკუთარ თავს დააკლებს. რამდენი გაუბედურებული ადამიანი ვინახავს ახლა ჩვენ. რის გამო გაუბედურებული? თავის ვნებებს რომ ახვა. ზოგი ასეც და ზოგი ისეც, ესე იგი. ვნება წამიერად არის ტკბილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ძალიან გაზიანებს. ამიტომ იმ თავშეკავებას, იმ სიწმინდით ცხოვრებას, იმ სიყვარულით ცხოვრებას, იმ სამართლიანად ცხოვრებას არაფერი არ ჯობია. თუ არა და მოდი აბა ვკითხოთ,
ადამიანს, რომელიც ეკლესიის გარეშე ცხოვრობს და ცოდვაშია ჩაფლული, გულში შიგნით ბედნიერია, სიხარული აქვს თუ არა აქვს. აი უბრალოდ, ან მოდი, სხვას რომ არ ვკითხოთ, ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა მაშინ, როდესაც ჩვენ ესე იგი საღვთო მადლს ვართ მოკლებული, ჩვენს გულში შიგნით სიხარული არის, ანუ როგორც ვართ, ესე მოგწონს რომ ვიყოთ. და თუ აღმოაჩინე რომ ესე არ მოგწონს, მაშინ ნადგე და რაღაცა შეცვალე. იმიტომ რომ გარეგნული რაღაცეები ადამიანს არ ანიჭებს ბედნიერებას. ბედნიერებას ანიჭებს სიახლოვე ღვთის მადლთან. და ბედნიერება ეს არის ქრისტიანისთვის. იმიტომ აი ბედნიერება არის, როდესაც ადამიანი წირვაზე მოდის. აი ბავშვობიდან სულ მახსოვს ესე იგი, როდესაც წირვაზე მივდიოდი ხოლმე და აი აღმოჩნდებოდა ისე, რომ ოჯახის რომელიმე წევრი რაღაცის გამო ვერ ახერხებდა წამოსვლას. ისე გული მტკიოდა ხოლმე, რომ აი თითქოს აი მერჩივნა, რომ მე დარჩენილიყავი და ის წასულიყო. რაღაც ესეთი განწყობა იყო ხოლმე, რომ აი რატო ვერ მოდის ის, ამხელა რაღაცას აკლდება. მე მიხაროდა, რომ წასულიყავ, მაგრამ ჩემთან ერთად რომ ამ ერთად რომ მივდიოდით ოჯახის წევრები, კიდევ უფრო რაღაცა დიდი სიხარული მქონდა. წეღანაც ესე იყო, რომ წამოვედი, მეუღლე ვერ წამოვიდა პატარების გამო და მე რომ დავინახე, რომ ესენიც მოვიდნენ, არ ვიცი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. არ ვიცი, მე ეს მაბედნიერებს, მე ეს მიხარია და იმიტომ რომ იმ მიწიაში და იმ რაღაცა წარმოვაში ძალიან ცოტაა სიხარული და ის სიხარული, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ის სიხარული საერთოდაც არ არის. ამიტომ აი ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს გულში დაბადებული იყოს. ჩვენ კი გული მისთვის გაგვემზადებინოს. ასეთი გული გვაქვს თუ ისეთი გული გვაქვს, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია ჩვენ ვეცადოთ, რომ მას გული გავუხსნათ. თავარი ეგ არის, რომ ჩვენ გვინდოდეს ის. და თუ გვინდა, ღმერთი არ თაკილობს არც ერთნაირ გულში შესვლას, რომ განწმინდოს იქ. მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა და გულს არ გავუყევთ, მაშინ შეუძლებელია ის სიხარული ჩვენმა გულმა განიცადოს. ღმერთმა ბევრი სიხარული მოგვანიჭოს ყველას ერთად და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი. მე შეგახსენებთ, რომ ხვალ დილით 10 საათზე აქ შევიკრიბებით, პატარიან, დიდიანად, ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ღმერთი ვისაც მოიყვანს. და დაიწყება სადღესასწაულო საშობაო მსვლელობა ალილო, რომლის დროსაც ჩვენ ადამიანებს ვახარებთ ქრისტეს შობას. 12 საათზე საკათედრო ტაძრიდან იქნება კიდე ერთიანი მსვლელობა, ამიტომ ჩვენ 12 საათზე უკვე იქ უნდა ვიყოთ ცოტა ადრეც. ამიტომ ჩვენ აქედან 10 საათზე დავიწყებთ, მათ შეუერთებით. მერე ისევ აქ უკან დავბრუნდებით, რაც დაგვრჩება კიდე შემოვლით და ესეთია გეგმა და დანარჩენი ღმერთმა იცის როგორ იქნება.